საღამო მშვიდობისა. დღეს შაბათია, საღამოს 9 საათი და თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. რეპორტაჟი ომიდან. სისხლისღვრა, სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო და ეთნიკური დაპირისპირება, ახალი ლტოლვილები და გაყოფილი ნაცია. მარტივი სქემა, რომლითაც ქვეყანა სრულ კატასტროფამდე მივიდა. მძიმე ყირგიზული არჩევანი. ქაოსი ან რუსული წესრიგი. ბიშკეკმა დახმარება რუსეთის შარცხოვა. ბაკიევის ტიტების ჭკნობა. რატომ უნდა ვიცნობდეთ ყირგიზეთის ტრაგედიას? რა შეიძლება მოხდეს, როცა პოლიტიკური ვექტორი განსაზღვრული არ არის, ლიდერი დიდ სახელმწიფოებთან ვაჭრობას იწყებს და საქმეში კრემლი ერთვება. ყირგიზული ქაოსის, პოლიტიკური ანალიზი და პირდაპირი ჩართვა ომის შუაგულიდან. ყირგიზული როზა. ჩვენ გავხდით მოწმე სულ რამდენიმე კვირაში როგორ განიცადა კატასტროფა სახელმწიფომ. ყირგიზეთი ერთდროულად დადგა რამდენიმე პრობლემის წინაშე. სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო დაპირისპირება, ეთნიკური შუღლი. ყველა ეს პროცესი ერთდროულად განვითარდა. მსოფლიო პრესა ყოველგვარი შეფარვის გარეშე წერს, რომ ყირგიზეთის მოვლენებს რუსეთი მართავს. რატომ უნდა ვიცოდეთ ის, რაც დღეს ყირგიზეთში ხდება? რატომ უნდა გავაცნობიეროთ ამ ქვეყნის ტრაგედია ჩვენ, საქართველოში? ჩვენს ქვეყანაშიც არაერთხელ ახსენეს ყირგიზული სცენარი. მოდი ვნახოთ, რას გულისხმობს ეს სცენარი და რა მოუტანა მან ყირგიზ ხალხს. ომის მე-9 დღე. ყირგიზეთი როგორც სახელმწიფო ფაქტობრივად აღარ არსებობს. ყირგიზეთი პრაქტიკულად ორ ნაწილადაა გაყოფილი. ბიშკეკის დროებითი მთავრობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ვეღარ აკონტროლებს. ყირგიზეთს ერთდროულად რამდენიმე გადაუჭრელი პრობლემა დაუდგა. 9 დღიან არეულობამ ყირგიზეთის სამხრეთი დედაქალაქი ოში და ჯალალაბადის პროვინცია ნაქალაქარს დაამსგავსა. სისხლიანი შეტაკებები ყირგიზებსა და უზბეკებს შორის არ წყდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი რამდენიმე 1000-ს აღწევს. ყირგიზეთის სამხრეთში სრული ქაოსია. 100,000-ზე მეტი უზბეკი ლტოლვილად იქცა. ეთნიკური უზბეკები ყირგიზეთს მასობრივად ტოვებენ და პირიქით, ყირგიზები უზბეკეთიდან გამორბიან. ყირგიზეთში სისხლისღვრვის დაწყების რამდენიმე ვერსია არსებობს. საუბარია კაზინოში მომხდარ კონფლიქტზე, ასევე მგზავრზე, რომელმაც ტაქსის მძღოლს საფასური არ გადაუხადა. უზბეკ მამაკაცებზე, რომლებაც ყირგიზი გოგონები გააუპატიურეს. ეს ფაქტები საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ეთნიკური დაპირისპირება გამოეწვია. საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, არეულობა კარგად დაგეგმილი და შეგნებულად პროვოცირებული იყო. პრეზიდენტი ბაკიევი, რომელიც ლუკაშენკომ შეიფარა და ახლა ბელორუსში ცხოვრობს, ყირგიზეთის მოვლენებთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. მაგრამ აშკარაა, რომ დამხობილი პრეზიდენტის ოჯახი ძალაუფლების დასაბრუნებლად იბრძვის. არსებობს ვარაუდები, რომ ბაკიევი ახლაც რუსეთის დავალებებს ასრულებს, როცა ქვეყანაში ოდეკების ჟარის შეყვანას ითხოვს. პარალელურად ლონდონში დააპატიმრეს მაქსიმ ბაკიევი, ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი. დაპატიმრებამდე გავრცელდა მისი და ბიძამისის სატელეფონო საუბარი. მაქსიმ ბაკიევი, რომელიც სამშობლოში დიდი გავლენით სარგებლობდა, ნათესავებს მომხრეების შემოკრებასა და ძალაუფლების დაბრუნებას ავალებს. Человек 500 таких ебанатов найти, да? Среди которых человек 10 говорящих. Чтобы они пришли, зашли в Белый дом и сказали, вот теперь мы временное правительство, и начали декреты хуярить. Так. Ага. Понимаете? Им не надо занимать там круговую оборону и сидеть там 25 дней. Им просто зайти, объявить, выпустить несколько декретов, то есть тогда тем самым мы вот этих, да, еще больше, слышите, да?
Да. Мы их еще больше опускаем, тогда вопрос, а чем это временное правительство легитимнее того? А тем более какой-либо... ბიშკეკში გამაგრებულ როზა ოტუნბაევას უჭირს ხელისუფლების შენარჩუნება. დროებითმა პრეზიდენტმა სამხედრო დახმარება რუსეთს თხოვა. პროცესები იმ სცენარით მიდის, რომელმაც ყირგიზეთში სამშვიდობოების მანტიით შესაძლოა რუსეთისა და მისი მოკავშირეების არმია შეიყვანოს. ყირგიზეთში დაწყებული არეულობა ბოლო 20 წელიწადში ძალადობის ყველაზე სისხლისმღვრელი მოვლენაა. შედარებით მცირე მასშტაბის შეტაკებები ყირგიზეთში 1990 წელს მოხდა. დღეს ქვეყანაში სამოქალაქო ომია, მაგრამ ეს შეიძლება ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყოს, რადგან სულ უფრო მეტ საუბრობენ უზბეკეთსა და ყირგიზეთს შორის შესაძლო ომის დაწყებაზე. ასევე არავინ იცის, როგორ მივა ქვეყანა 27 ივნისის რეფერენდუმამდე. ამ დღეს ქვეყნის ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღონ. ახლა კი პირდაპირ ეთერში ყირგიზეთიდან გვერდება ჩვენი კორესპონდენტი რატი მუჯირი, რომელიც ამ ქვეყანაში ერთი კვირაა იმყოფება და ამასთან გადაიღო ოშის ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ოში იმყოფება რატი მუჯირი. რატი, მოგესალმები და ჩემი პირველი შეკითხვა, რა ხდება ამ წუთას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ვინ აკონტროლებს სიტუაციას, ან კონტროლდება თუ არა ქვეყნის ამ ნაწილში სიტუაცია? მოგესალმებით, ხო მაკითხოზე პირდაპირ პასუხისგაცემა ცოტა იყოს მიჭის, რადგან დანამდვილებით ვერავინ იტყვის, ვინ აკონტროლებს ქვეყნის სამხრეთს. მდგომარეობა ასეთი არის, ქალაქ ოშის ცენტრს აკონტროლებენ დროებითი მთავრობის ძალოვანი უწყებები, შეერაღებული ძალები, თუმცა გარეუბნებში, სადაც უზბეკები კომპაქტურად არიან შესახლებულები, კონტროლი ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი, ასე რომ პირდაპირ იმის თქმა თუ ვინ აკონტროლებს ქვეყნის სამხრეთს ძალიან ძნელი და პრაქტიკულად წარმოუდგენელია. რაც შეეხება მდგომარეობას, როგორც ჩვენ ხედავ, მე სულ სიბნელეში ვიმყოფები, აქ უკვე კომენდანტის საათია დაწყებული და ამ ჩართოს მხოლოდ კომენდანტის დახმარებით ვახერხებთ მისი მანქანის ფარები ანათებს სწორედ ჩემს უკან დავწვა შენობას, რომელიც ამ არეულობის დროს დაიწვა. და ჩემი კიდევ ერთი შეკითხვა ეხება უკვე უზბეკების, ეთნიკური უზბეკების საკითხს. რამდენად საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება ამ ეთნიკური შუღლის პროვოცირება მოეხდინა რუსეთს? თუ საუბრობენ ადგილობრივი მცხოვრებლები და საერთოდ ყირგიზეთის ხელისუფლების, ყოველ შემთხვევაში სამხრეთ ნაწილში, ვინც აკონტროლებს დღეს სიტუაციას, ამ ნაწილის წარმომადგენლები, რომ რუსეთი იყოს შეიძლება ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი. რაც შეეხება უზბეკებს და რუსეთის კვალს, ძალიან რთულია ელაპარაკო ამაზე, რადგან აქ უზბეკებთან საუბარი პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მათი უბნები არის პრაქტიკულად ჩაკეტილი, ჩახერგილი დიდი ხის მორებით და იქ შესვლა ძალიან სახიფათოა. იყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უზბეკების კომპაქტურად დასახლებულ რაიონში სასწრაფო შევიდა და ისიც კი დაცხლეს, ასე რომ ყველა არიდებს თავს იქ შესვლას ეტაპობრივად ხდება ამ ტერიტორიების გასუფთავება და მოსახლეობის განწყობაც ნაწილიც ასეთი არის, რომ ეს ყველაფერი იყო სწორედ რუსეთის ინტერესებში ამ არეულობის მოწყობა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ყირგიზეთიდან, ცხელი წერტილიდან, ქალაქ ოშიდან გვესაუბრებოდა ჩვენი ჟურნალისტი რატი მუჯირი. მონიტორზე თქვენ ხედავთ ყირგიზეთს. პოლიტიკურ ვითარებას ახლა რუკაზე გაჩვენებთ. დროებითი მთავრობა გამაგრებულია ქალაქ ბიშკეკში, რომელიც ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. წინააღმდეგობის ცენტრი არის ქალაქ ოში. ესაა ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. აქ გამაგრებული არიან დროებითი მთავრობის მოწინააღმდეგეები. ამასთან ქვეყნის სამხრეთი და ქალაქი ოში დასახლებულია უზბეკებით, რომელთა მასობრივ იძულებით გადაადგილებას ჰქონდა ადგილი გასულ კვირას. უზბეკეთი ყირგიზეთის მეზობლად მდებარეობს. დაპირისპირების შედეგად წარმოიშვა 10,000-ობით ლტოლვილი. მათ თავშესაფარი სწორედ უზბეკეთში პოვეს. როგორ მივიდა ყირგიზეთი ტრაგედიამდე? ტიტების რევოლუციით მოსულმა ბაკიევმა 4 წელი ასე თუ ისე სტაბილურად შეინარჩუნა ძალაუფლება. 2009 წელს ის კვლავ გახდა პრეზიდენტი, მაგრამ არჩევნებმა სერიოზული გაყალბები ჩაიარა. კორუმპირებული რეჟიმის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. შიდა უკმაყოფილებას გარე ფაქტორებიც დაერთო. ყირგიზეთში სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს მანასის ამერიკული ბაზა. სწორედ ამ საკითხზე დაიწყო ბაკიევმა ვაჭრობა. აი რას ამბობს ბაკიევი. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, ისევ როგორც პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, უკმაყოფილო იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით. შეერთებული შტატებისთვის გამეხანგრძლივებინა მანასის საჰაერო ბაზის იჯარა. მათ სულ ვეკითხებოდი, ეს ბაზა ასე ძალიან რატომ გაღელვებთ მეთქი? იქ არანაირი ისეთი შეიარაღება არ ყოფილა, რომელიც რუსეთს სტრატეგიულ საფრთხეს შეუქმნიდა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა ყირგიზეთში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის არსებობა. ეს მათ აღიზიანებდა და ამ პროცესებში გარკვეული როლი ამ ფაქტორმა შეასრულა. ყირგიზეთის ლიდერის მიმართ დასავლეთის მიდგომაც გაცივდა. შიდა და გარე პოლიტიკურმა ფაქტორებმა ბაკიევის მთავრობა და შემდგომ უკვე მთელი ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანა.
ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმპერიის აღსადგენად. კიევის შემდეგ ბიშკეკი პუტინის მორიგ გამარჯვებად შეფასდა. რუსეთს კარდ ბლანში აქვს დღეს მიცემული. ხლა ერთი საქმეა, თქვა საკითხია, რომ რუსეთს აი ესეთი კარდ ბლანში არ აქვს საქართველოსთან მიმართებით, ეს სხვა არის. მაგრამ კირგიზეთთან მიმართებით, სადაც აი ყველა გარეგნული ფაქტორი არსებობს, იმისათვის რომ აქ ძალზედ რადიკალური ჩარევაა საჭიროა რა. აქ უკვე რუსეთის გარდა მსურველი არ მოიძებნება რა. კირგიზეთი ღარიბი ქვეყანაა. ხალხი შიფშილობს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ერთადერთი შემოსავალი კი უცხოეთში მცხოვრები ნათესავების გამოგზავნილი ფულია. ამასთან დაერთო კომუნალური გადასახადის და საწვავის ფასის მატება, რაც საბოლოოდ სისხლის ხრისკენ მიმავალ გზაზე დამატებითი ბიძგი გახდა. კირგიზეთის ეკონომიკურ დაღმასვლას ხელოვნური ბერკეტებით რუსეთმა შეუწყო ხელი. არავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ ეს მოვლენები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის პროვოცირებული. რუსეთმა ფაქტობრივად დიპლომატიურად აღიარა ყირგიზეთში გარეთ გამოსული ბრბო. ამ ხულიგნური საქციელის დიპლომატიურმა აღიარებამ გამოიწვია ასეთი დიდი არეულობა, რაც შესაძლოა სხვა მეზობელ სახელმწიფოებშიც განმეორდეს. ბაკიევის რეჟიმი 5 წლის განმავლობაში წარმოუდგენლად გამდიდრდა. საქართველოში ვარდებისა და უკრაინაში ნარინჯისფერ რევოლუციებს 2005 წელს ბიშკეკის ტიტების რევოლუცია მოჰყვა. მაგრამ ბიშკეკის მოვლენებს უფრო სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებენ, ვიდრე ნამდვილ რევოლუციას. ხალხის საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე მომხდარ ხელისუფლების ცვლილებას დასავლეთი მიესალმა და მხარი დაუჭირა. ბაკიევი, რომელმაც აკაევის კორუმპირებული რეჟიმი ჩამოაგდო, მალე თავად გახდა საკუთარი ხალხის რიცხვის ობიექტი. ბაკიევი სპეცსამსახურებში რო მუშაობდა, ამას მის ბიოგრაფიაში წერია. ესეთივეა ეხანდელი დროებით ხელისუფალი წყალბატონი ოტუმბაევა, რომელიც თუ გახსოვთ, მუშაობდა თბილისში იუნომიკში, იყო ჰაიდი ტალევინის მოადგილე და არც მალავდა რომ პირდაპირ FSB-სთან იყო დაკავშირებული. კირგიზეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, როცა ხალხი მშიერია, მართველი კლასი კორუმპირებული, თანამდებობებზე ნათესავებს ნიშნავენ, ქვეყნის მთელ რესურსებს ერთი ოჯახი აკონტროლებს, სახელმწიფო მანქანა საკუთარი ხალხის მიმართ რეპრესიულ ზომებს მიმართავს, საგარეო პოლიტიკაში კი ლიდერი დიდ სახელმწიფოებთან სარისკო თამაშებს იწყებს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ შიდა ფაქტორი ამოქმედდება. გარედან კი ოდნავი ჩარევაც საკმარისია, რომ რეჟიმი შეიცვალოს. ყირგიზეთში ყველა ეს ნიშანი არსებობდა. შესაბამისად, ბაკიევის ხელისუფლებაც დაემხო. საგარეო ჩარევამ შეიძლება კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავოს და სიტუაცია სავალალო გახადოს, რაც ყირგიზეთის ორ ნაწილად დაშლას გამოიწვევს. სამხრეთი იქნება უზბეკეთის პროტექციის ქვეშ. ეს ბრძოლა მიმდინარეობს ბაკიევის ოჯახს, რუსეთსა და ბიშკეკის დროებით მთავრობას შორის. ეგრეთ წოდებული ოდკბ მიიღებს გადაწყვეტილებას, ან რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას. უფრო ნათელი გახდება სურათი, მაგრამ ლოგიკა ამ სურათის ასეთი იქნება, რომ რუსეთი ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეს დაიბრუნოს არა მხოლოდ თქვა თავის გავლენისფეროთ აქციოს, ესე თქვა ეკონომიკურ, დიპლომატიურ, არამედ ეკონომიკურ, პოლიტიკურ უკაცრავად, არამედ სამხედრო გავლენისფერშიც მოაქციოს. შეერთებული შტატების მთავარი ინტერესი ყირგიზეთში მანასის ბაზაა. ამ ბაზის ფუნქცია ტრანზიტია, ანუ აქედან ავღანეთში ამერიკულ არმიას ტვირთი მიეწოდება. სწორედ მანასის გამო გაუფუჭდა ბაკიევს ურთიერთობა რუსეთთან. ყირგიზეთის პრეზიდენტს მოსკოვში ვიზიტის დროს პუტინმა $2 მილიარდი შესთავაზა. ბაკიევი კი მანასის ამერიკული ბაზის დახურვას დათანხმდა. მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა. ამერიკულმა დიპლომატიამ ბიშკეკის ლიდერს მანასის გაუქმება გადააფიქრებია. ამერიკელებთან გაფორმებული კონტრაქტები ბიშკეკისთვის სარფიანი მოგება აღმოჩნდა. ამ კონტრაქტების უკან პრეზიდენტის ვაჟი მაქსიმ ბაკიევი იდგა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ პუტინი ბაკიევის თამაშს უპასუხოდ არ დატოვებდა. მანასის ბაზას რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი ბაზა შეერთებულ შტატებისთვის და მთლიანად ნატოსთვის, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ცენტრი ავღანეთის ოპერაციის მომარაგების. ამიტომ ამ ბაზის შეუფერხებელი და ნორმალური ფუნქციონირება შეერთებულ შტატებისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმას თუ დათმო თუ არა შეერთებულმა შტატებმა ზოგადად ცენტრალური აზია, მოდით ასე ვთქვათ, რომ ცენტრალური აზია ერთმნიშვნელოვნად არ ყოფილა არასდროს შეერთებული შტატების გავლენის სფეროში.
ყირგიზეთში ვითარების დამშვიდების შემდეგ ობამას ადმინისტრაციას მოლაპარაკება მანასის თაობაზე ახალ ხელისუფლებასთან მოუწევს, მაგრამ ალბათ სრულიად სხვა პირობებით. აღსანიშნავია ისიც, რომ როზა ოტუმბაევამ სამხრეთ რეგიონში ამბოხების ჩასახშობად სამხედრო დახმარება ამერიკელებს ასთხოვა. ვაშინგტონიდან მოწოდებას დუმილით შეხვდნენ. ასე რომ ოტუმბაევას ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ამერიკას ადვილი მოლაპარაკებები ნამდვილად არ ელოდება. ჩნდება კითხვა, ყირგიზეთის დროებითი მთავრობა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ზომებს იღებს თუ პირიქით, რადგან არსებობს დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ოფიციალური შეიარაღებული ძალები სიტუაციის განმუხტვას არ ცდილობენ და მოქმედებენ ერთი მხარის სასარგებლოდ. ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით რუსეთი ფრთხილი იქნება, რადგან ადვილია ჯარის შეყვანა და რთულია გამოყვანა. ყირგიზეთში სამი სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება: ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის. ამერიკის ინტერესი მანასის ბაზაა, რუსეთისა გავლენის სფეროს გაფართოება, ჩინეთის კი რეგიონში ამერიკის გავლენის შესუსტება. გარდა ამისა, ბაზა ამ ქვეყანაში რუსეთსაც აქვს. ბაკიევმა ენერგეტიკული კონტრაქტები გააფორმა ჩინეთთან, ასევე გაუგრძელა იჯარა მანასის ბაზას. ამ ყველაფერმა რუსეთის ინტერესები მაქსიმალურად შეზღუდა. ამიტომ მოსკოვი აქტიურ ქმედებაზე გადავიდა. ჯერჯერობით არაფერი ჩანს, რომ ისინი აპირებენ თვითონ შეიყვანონ, ასე ვთქვათ, თავის სამშვიდობოები იქ. ევროპა ამას არ აპირებს, გამოყოფილი აქვს რაღაც ჰუმანიტარული დახმარება და მორჩა. ამერიკელები ალბათ ამას არ იზამენ იქ, იმიტომ რომ სხვა გარემოა და არც არავინ არ თხოვს მათ, რომ ისინი ჩაერიან ამ შიდა კონფლიქტში. ერთადერთი ვისაც თხოვენ, ეს არის ძირითად რუსები. ყირგიზეთის პრობლემების ძიება ისტორიულ წარსულშიც უნდა დავიწყოთ. სტალინის კარტოგრაფიული ნიჭი ამ ქვეყანაშიც გამოვლინდა. ისევე როგორც სხვა რესპუბლიკებში ეთნიკური ნაღმის ჩადების და საზღვრების გავლების ჩვეული სპეციფიკა ბელადმა ყირგიზეთშიც კარგად გამოიყენა. პრობლემა, რომელიც ყირგიზებსა და უზბეკებს შორის არსებობს, დღეს არ წარმოქმნილა. მიზეზი სტალინის მიერ გავლებული საზღვრებია. სტალინმა საზღვრები ხელოვნურად ისე მოაწყო, რომ ყოველთვის მომხდარიყო დაპირისპირება სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. საჭირო მომენტში რუსებს არ გასჭირვებია უზბეკებისა და ყირგიზების დაპირისპირების ინსპირირება. შედეგად ბიშკეკმა ისევ რუსეთს მიმართა დასახმარებლად. ახლა შესაძლოა განმეორდეს აფხაზეთისა და ცხინვალის მაგალითი და რუსეთის არმია ყირგიზეთში სამშვიდობო მანდატით შევიდეს. Пусть позовут, мы придем. დაგვიძახონ და მივალთ, არ დაგვიძახებენ და არ მივალთ. ჯერ მსხვერპლი დიდი არ არის, მაგრამ გაიზრდება. საკმარისია რუსი დაიღუპოს, რუსეთს უფლება ექნება შეიყვანოს ჯარები. რუსეთი შუა აზიასა და კავკასიაში დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში შევა საზღვრების გარეშე, საერთო რუსული ენით, რუსული რუბლით და უსაფრთხოებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავეხმარებით სხვებს. რუსეთის გამარჯვების შესახებ საუბარი შესაძლოა გადაჭარბებული იყოს. ძნელი სათქმელია შეძლებს თუ არა კრემლის მიერ ნატოს საპირწონედ შექმნილი ოდეკპ ყირგიზეთში კონტროლის დამყარებას. საქმე ისაა, რომ პუტინს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი შეიყვანს თუ არა ჯარს ყირგიზეთში. ვითარება კი დღითიდღე იძაბება. რუსეთმა შესაძლოა თავისივე დაწყებული არეულობა ვეღარ დაასრულოს ისე, როგორც ეს მის ინტერესებში შედის. ცნობილი გამოცემების გამოხმაურება ყირგიზეთის მოვლენებზე. New York Times-ი. ვაშინგტონისა და დასავლური სამყაროსთვის ეს მორიგი გაკვეთილია, თუ კი რა თქმა უნდა ვინმე სურს მისი გათვალისწინება. მისი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ავტორიტარული რეჟიმები არა მხოლოდ უღირსი პარტნიორები არიან, არამედ არასანდოებიც. ისინი ყველა იმ სარქველს ბლოკავენ, რომელიც რაიმე ტიპის გარანტიებს, თავისუფალი არჩევნები, დემოკრატიული დებატები, ოპოზიცია უზრუნველყოფს. ასეთ პირობებში ყველა ცვლილება ფეთქებად საშიშია. ამგვარ რეჟიმებზე დამოკიდებულება ეთიკური თვალსაზრისითაც უზნეობა და სტრატეგიული თვალსაზრისით კი წამგებიანი. Guardian. კრემლს, რომელიც ადრე დემოკრატიულ მოძრაობებს ხარს არაზროს უჭერდა, ამჯერად შეიძლება ზედმეტი მოუვიდა. ის საკითხი, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის დამხობიდან 2 კვირის შემდეგ მომხდარში მნიშვნელოვანი თუ არა გადამწყვეტი როლი რუსეთმა ითამაშა, აღარ განიხილება. თუმცა ახლა, როდესაც გაპარტახებულ შუააზიურ ქვეყანაში ეთნიკური შეტაკებები, ანგარიშწორება და პოლიტიკური ქაოსი გამეფდა, ახალი კითხვა ჩნდება. კრემლს ზედმეტი ხომ არ მოუვიდა. ტიტების რევოლუციის მეხუთე წლის თავის აღნიშნავამდე ერთი დღით ადრე, ანუ 23 მარტს, პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მიერ გაკეთებული შეფასებით, ციტატა, დასავლური ყაიდის დემოკრატია შესაძლოა აღარ იყოს მიზანშეწონილი ყირგიზეთისთვის. დღევანდელ მსოფლიოში აქტიური დისკუსიების საგანია დემოკრატიის იმ მოდელის ხარვეზები, რომელიც გასულ საუკუნეში იქნა აღიარებული და რომელიც ძირითადად არჩევნებსა და ადამიანის უფლებებს ეფუძნება. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ნათელი არ არის გამოდგება თუ არა ასეთი მოდელები ყველა ქვეყნისა და ხალხისთვის.
ალტერნატივაა კონსტიტუციური კონსულტაციური დემოკრატია, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს ყირგიზი ხალხის ისტორიაში, თუნდაც ყურულტაის სახალხო კრების სახით, ამბობს ბაკიევი. ყირგიზეთის მოვლენების შეფასება ჩვენ ვთხოვეთ ორ რესპონდენტს. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს მარკოვს და საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორს დევიდ სმითს. Თავაზობთ განსხვავებულ მოსაზრებებს. Главная причина беспорядков в Киргизии это თავარი მიზეზი произошедшее ამ არეულობის არის ის, რომ ტიტების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებიდან გადააყენეს შუა აზიაში ყველაზე მშვიდი პროფესიონალი და დემოკრატი მმართველი ასკარ აკაევი. სწორედ შემდეგ დაიწყო ეს არეულობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ რევოლუციას მხარს უჭერდა ამერიკა, ვიცე-პრეზიდენტი ჩეინი. ახლანდელი არეულობა გამოიწვია ყირგიზეთიდან გაქცეულმა ხალხმა, კერძოდ მაქსიმ ბაკიევმა ლონდონიდან და ყურმანბეგ ბაკიევმა ბელარუსიდან. поехал весь этот бардак. აშკარაა, რომ რუსეთი არის შარეული ამ კონფლიქტში და რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ ეთნიკური დაპირისპირების პროვოცირებას. შეერთებულ შტატებს აქვს ამ რეგიონში ინტერესი, რადგან ამერიკას აქვს მანასის ბაზა. ჩვენ გვქონდა ბაზა უზბეკეთშიც, რომელიც დავკარგეთ. რა თქმა უნდა, ამერიკა შეშფოთებულია ყირგიზეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების უსაფრთხოების საკითხებით. დღეს დასავლეთი ყირგიზეთში მეორად როლს ამაშობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს მისცემს ლიცენზიას ან აუნთებს მწვანე შუქს, რომ რუსეთმა ის გააკეთოს, რაც მას უნდა. რუსეთი დღეს ცდილობს, რომ თავი მოაჩვენოს დასავლეთს, რომ ის თანამშრომლობს, ეხმარება ირანის საკითხზე, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფარსი. სამწუხაროდ, რუსეთის ზოგიერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ყირგიზეთი სხვაგანაც განმეორდება. ეს ითქვა მანამდე, სანამ ეს ამბები დატრიალდებოდა. რუსი ლიდერები ამ განცხადებით გულისხმობდნენ, რომ მოხდება კიდევ კონტრრევოლუციები. და ახლა ჩვენ შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი უპასუხებს. მოგესალმებით ბატონ თემურ, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ჩემი პირველი შეკითხვა, როგორია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ყირგიზეთში და რა ოფიციალური პოზიცია აქვს თბილისს? დავიწყოთ იქიდან, რომ სიტუაცია, რომელიც ყირგიზეთში ვითარდება, საქართველოში უკვე გავიარეთ ჩვენ 90-იან წლებში, შესაბამისად ჩვენ ძალიან კარგად გვისმის რა ხდება იქ. ჩვენი პოზიციაა, რომ დროზე უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევა, რათა უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფა ავიცილოთ თავიდან. ჩვენი მხრიდან უკვე ვგზავნით ჰუმანიტარულ დახმარებას როგორც ყირგიზეთში, ისე უზბეკეთში. ჩვენი მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი ყირგიზეთში არ არის 200 კაცი, როგორც აცხადებენ, არის რამოდენიმე 1000. ასევე 100,000-ზე მეტი დევნილია უკვე გადასული უზბეკეთში და ეს რა თქმა უნდა საჭიროებს სერიოზულ ჰუმანიტარულ ჩარევას. თქვენ თქვით, რომ 90-იან წლებში ჩვენ გავიარეთ ის, რაც ხდება ახლა ყირგიზეთში. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, როგორც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომ ამ მოვლენებში ურევია პირდაპირ რუსეთის ხელი. მე მაგალითად პირადად ეჭვი პარება და მე ვფიქრობ, რომ არავის აღარ ეპარება ამაში მსოფლიოში ეჭვი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდება ისე, როდესაც ღია ფაქტების დადება იქნება უფრო რთული, დაახლოებით ისევეა, რაც საქართველოში ხდებოდა, იყო თუ არა მაშინ რუსეთის ხელი საქართველოში მიმდინარე პროცესებში. რა თქმა უნდა, რუსეთი ამას აკეთებს ადგილობრივების ხელით და ეს მაინც და მაინც რუსული ჯარის ფორმას შეიძლება არ იღებდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკოსი ამას ეჭვის ქვეშ არ აყენებს და თუ მაინც და მაინც გინდათ უფრო მეტი დადასტურება, გადახედეთ რა წერს ამაზე საერთაშორისო ექსპერტიზა, რა წერს ამაზე საერთაშორისო პრესა. აი საერთაშორისო პრესას მინდა ზუსტად დავეყრდნო, გარკვეული შიში გაჩნდა და მათ შორის საქართველოშიც, რომ იყო უკრაინის მოვლენები, გულისხმობ არჩევნებით იქ ხელისუფლების შეცვლას, ახლა არის ბიშკეკის მოვლენები და მსოფლიო პრესა მინიშნებას აკეთებს, ხომ არ დგას ამ რიგში საქართველოც. საქართველოსთან დაიწყო რუსეთმა ეს ყველაფერი, დაიწყო საქართველოსთან ომით და როდესაც მე ვთქვი, რომ რაც ხდება ყირგიზეთში, ეს არის გამოძახილი ეთნიკური წმენდის სამეთქი ცხინვალის რეგიონში, ზუსტად ამას გულისხმობდი, იმიტომ რომ როდესაც მას ამ ეტაპზე შერჩა ის, რასაც აკეთებს ყოველ შემთხვევაში, როგორც ეს ახლა ჩანს, რა თქმა უნდა ის გააგზავნებს სხვა ადგილებში. უკრაინა იყო მეორე, ყირგიზეთი არის მესამე და თუ დროზე არ გააჩერეს და არა მარტო არ გააჩერეს, არამედ არ შეატრიალეს ის სიტუაციები დაწყებული საქართველოსთან, რასაც რუსეთი ჩადის თავის სამეზობლოში, მე ვფიქრობ, რომ ყირგიზეთი მონაგონი იქნება. პრობლემა იმაშია, რუსეთის პრობლემა, რომ ვერსად ბოლომდე მიზანს ვერ აღწევს. საქართველოში მან ხო მიზანს ვერ მიაღწია. მართლა ჩხალთას და ქურთას დაკავება ხო არ იყო რუსეთის მიზანი, არა, იყო და თბილისის დაკავება. უკრაინაში უკრაინელები ძალიან მალე მოეგენ გონს და რო ნახეს, რომ რუსეთის ასე თქვა, მადა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე რაღაც ნორმალური დიალოგი მათ ბაზის გარდა
შავიზღვისპირეთში მოინდომეს თლიანად უკრაინის გაზის სისტემის ხელში ჩაგდება და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, დროზე გაიღვიძეს უკრაინელებმა. ყირგიზეთში რასაც რუსები აკეთებენ, გამოჩნდა რამდენად რუსი სუსტია. სიტუაცია იმდენად აირია ყირგიზეთში, რომ რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები, ვერავინ ვერ ითქვის ზუსტად. არის ძალიან დიდი შანსი, რომ ჩაერიოს ამ ყველაფერში უზბეკეთის მთავრობა. და არ დაგვავიწყდეს, რომ უზბეკეთი ამ რეგიონში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა. მოსახლეობის თვალსაზრისით ყველაზე მეტი მოსახლეობა ყავს მას. 2.5 მილიონი უზბეკი ცხოვრობს უზბეკეთის გარეთ, იქვე რეგიონში. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ დავინახეთ, რომ ეგრეთ წოდებული ODKB არის სრული ფიქცია. ODKB-ს კიდევ დამატებითი ძალების შესვლა არის მოსალოდნელი არ არის მოსალოდნელი, როგორც ჩვენ ვხედავთ, ვერ ერევა. ანუ როგორც ჩანს, რუსეთის იმედები ზუსტად იმასე იყო, ახლა არის ესეთი თეორიები რუსეთში, რომ კონტროლირებადი ქაოსის თეორიები და გონიათ, რომ ქაოსს რო შექმნიან, მე იმას გააკონტროლებენ. ეს ის ქაოსი აღარ არის, რომელსაც რუსეთი გააკონტროლებს. აი მე ზუსტად მინდა რომ აი ყირგიზეთის შიდა სიტუაციის რაღაც ანალიზი ვცადოთ. როზა ოტუმბაევა იყო თუ არა რუსული გეგმის ნაწილი და რატომ დასჭირდა რუსეთს ოტუმბაევას დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ არეულობის წამოწყება ქვეყნის სამხრეთში? ისეთ რა არის, მთავარი არის ახლა ვინ ვის მხარეს არის და როგორ არის, ამას გვიჩვენებს ჩვენ მოვლენები. მთავარი რა არის, რა მოხდა ყირგიზეთში. ყირგიზეთში მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები. როდესაც ეს ცენტრალური ხელისუფლება მოიშალა და ახალი ჯერ არ შექმნილა, რა თქმა უნდა, იქ არსებული დაპირისპირებები და რა თქმა უნდა, ფერგანაცველი ეს ადგილი, სადაც დაპირისპირებები ისტორიულად იყო, ამან ყველაფერმა ამოხეთქა და მერე უკვე გადაიქცა რაღაც თოვლის გუნდასავით, რომელიც პატარაა და მერე რაც უფრო მიგორავს, უფრო იზრდება და იზრდება. როგორც კი სიტუაციაზე კონტროლი იკარგება, ყველაფერი აფეთქდება, რაც კი არის, ასე ვთქვათ, ადგილობრივად ჩადებული. ხა ჩვენ ვიცით, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოების საზღვრები ეს არის სტალინის მიერ გაკეთებული. როგორ აკეთებდა სტალინის საზღვრებს, ეგეც ვიცით. და რა თქმა უნდა, ყველაფერმა ამოფეთქა. ეს დროის ბომბები და ეს ჩადებული ნაღმები, ყველაფერი აფეთქდა. აი ამ რეგიონში და კონკრეტულად ყირგიზეთში არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, კონკრეტულად საკუთარი ბაზა. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი წერს და ვაშინგტონს საყვედურობს, რომ ხომ არ არის ის პასიური ყირგიზეთის მოვლენებთან დაკავშირებით. თქვენ რას ფიქრობთ? მე არ მგონია, რომ ამერიკელები იმაზე მეტად აქტიური შეიძლება იყვნენ, ვიდრე არიან. და იმასაც კარგად ხვდებიან, რომ შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემა მიიღონ ბოლო-ბოლო. იქ ჩვენ კარგად გვახსოვს ორგანიზაცია სახელად უზბეკეთის ისლამური მოძრაობა, რომელსაც ცნობილი ჯუმან ნამანგანი იდგა სათავეში, რომელიც მერე მოკლეს. თუ კარგად გავიხსენებთ, ეს ორგანიზაცია შეიქმნა არა უზბეკეთში, არამედ ყირგიზეთში, ფერგანას ველზე. თუ უფრო კარგად შევხედავთ, ნახავთ, რომ იქ საკმაოდ აქტიურია და პოპულარული ორგანიზაცია ხიზბut ტაჰრირი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი და ყველაზე ეფექტური, სადაც ესეთი ორგანიზაციები არიან, არის სოციალური დახმარებაში. დღეს, როდესაც სოციალური დახმარება ან ჰუმანიტარული დახმარება პრაქტიკულად ვერ აღწევს ოსში და ჯალალაბადში, იმიტომ რომ თვითმფრინავი, რომელიც ჯდება, იქ ხალხი არ არის, რომ ის თვითმფრინავი გატვირთონ და სადღაც გადაალაგონ, მიდის ძარცვა ამ ჰუმანიტარული დახმარების და ასე შემდეგ. ასეთ სიტუაციაში სოციალურ სფეროში ესეთი რელიგიური ორგანიზაციები გაცილებით ეფექტურები არიან. ამიტომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ამ რეგიონში რაღაც ტალიბანის ნაირსახეობა. თუ რა თქმა უნდა არ მოხდა სხვა რაღაც ძალების ჩარევა სერიოზულად. და ეს ხომ შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ავალდებულებს, რომ ის იბრძვის ავღანეთში. შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ავალდებულებდა, რომ საქართველოს დაეცვა თავის დროს, ალბათ, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები საკმაოდ დაკავებულია ავღანეთში და ირაყში და მე არ მგონია, რომ ცენტრალურ აზიაში დღეს ჩვენ ვიხილოთ შეერთებული შტატების რაღაც ჯარების შესვლა და ასე შემდეგ. შეიძლება შეერთებულმა შტატებმა თვალი დახუჭონ დაუშვათ უზბეკეთის ჯარების შესვლაზე. და შეიძლება უზბეკეთის ჯარების შესვლა იყოს ერთადერთი გამოსავალი ამ რეალობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ODKB იმპოტენტია, ვხედავთ, რომ რუსები ვერ რისკავენ შესვლას და სწორად ვერ რისკავენ. ახლა გულახდილად რომ ვთქვათ, ისინი ხედავენ, რომ ისინი შეიძლება ისეთ რამეში გაიჭედონ, რომლიდანაც ვეღარ გამოვლენ ძალიან დიდი ხანი. ძნელია იწინასწარმეტყველო საიტწავა სიტუაცია ყირგიზეთში. ფაქტი ერთია, რომ
ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეს რეგიონში ჯერ არაფერი უთქვამს, მე მხედველობაში ვყავს ჩინეთი. და ეს ჩემი ბოლო შეკითხვა, ანუ მაინც რომ ვთქვათ, მანასის ბაზას ყირგიზეთში ემუქრება თუ არა დახურვა თქვენი აზრით? თუ ეს დამოკიდებული აბსოლუტურად იმაზე, როგორ დაალაგდება სიტუაცია და როგორი ხელისუფლება მოვა? მოდით ასე ვთქვათ, მანასის ბაზა ყირგიზეთში ყველა ვარიანტში დარჩება, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და რაც არ უნდა მოხდეს. მაგრამ მანასის ბაზა არ გადაწყვეტავს ყირგიზეთის მოსახლეობის პრობლემას. ანუ ნებისმიერი ლიდერი, ვინც იქნება, ამერიკელები შეძლებენ მასთან გარიგებას, ამ ბაზასთან დაკავშირებით, ან ნატო შეძლებს გარიგებას. მაგრამ მანასის ბაზის არსებობა იქ არანაირად არ აისახება მოსახლეობაზე და მის კეთილდღეობაზე. ეს ბაზა გამოყენებული იქნება ავღანეთის ოპერაციებისთვის და თუ მართლა არ მოხდა ყირგიზეთის ტალიბანიზაცია, მაშინ უბრალოდ ალბათ გააძლიერებენ ამ ბაზის დაცვას, მეტი რა უნდა მოხდეს, მე ვერ წარმომიდგენია. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ყირგიზეთის აფეთქება ამ ფორმით აუცილებლად გამოიწვევს გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ის ნაღმია, რომელზეც რუსეთი აშკარად აფეთქდა და რომელიც უკვე დაიწყებს თლიანად ეს ტალღა აფეთქებისა წამოვა აქეთ ხარეს რუსეთისკენ და უკვე ისეთ რაღაცებში შეყო რუსეთმა თავი, რომელსაც აშკარად ვეღარ აკონტროლებს და ეს კონტროლის მორღვევა გავრცელდება უკვე დანარჩენ რუსეთზე და ადრე თუ გვიან მოვა კავკასიაში. ბატონ თემურ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მე შეგახსენებ ჩემს შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა უპასუხა. დღევანდელი გადაცემა დასრულდა, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო შაბათს საღამოს 9 საათზე.